შერონ სტოუნი, მიკ ჯაგერი, კეით ბლანშეტი და სიენა მილერი სხვა ვარსკვლავებთან ერთად ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში ბრიტანეთის მოდის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. წლევანდელ ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები წარდგნენ ბრიტანელი მომღერალი რეო და ნიგერიელი მომღერალი ტემსი. შოუს წამყვანი ჰოლივუდის მსახიობი კოლმან დომინგო იყო. ალბათ ეს ჩემს თინეიჯერობას უკავშირდება, კომპლექსი მქონდა ჩემი კოჭების გამო. ამიტომ ჩამოშებულ წინდებს ვიცვამდი. ხანდახან 2-3 წყვილსაც კი, რომ ჩემი გამხდარი კოჭები დამემალა. ახალგაზრდობის დროინდელ ფოტოებში კოჭები წინდებით მაქვს დაფარული. მხოლოდ მაშინ გავთავისუფლდი, როცა ვისწავლე, რომ ჩემი გამხდარი ისეთი სხეული უნდა მიმეღო, როგორიც არის. წითელ ხალიჩაზე გამოირჩეოდნენ სიენა მილერი და ელი გოლდინგი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რუნი მარა, ლილი ალენი, ნაომი ჰარისი. ლონდონში გამართული ბრიტანეთის მოდის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიისას ერთ სცენაზე კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ მოდის, მუსიკისა და კინოს ვარსკვლავები. წითელი ხალიჩა, გამორჩეული სამოსი და ემოციური განცხადებები კიდევ დიდხანს დარჩება წლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, რომ მოდა მხოლოდ სამოსი არ არის. ეს თვით გამოხატვის თავისუფლებისა და კულტურული გავლენის ერთგვარი ძალაა.